მოგესალმებით, მე ნატა ვარ, ჩემი ავტოარხი ავტოპარკია, ეს კი ჩემი დღევანდელი სტუმარი 2013 წლიანი Mercedes-Benz SL63 AMG-ა კუზაოს ნომრით R221. პირველ რიგში მადლობა მინდა მოგიხადოთ, რომ იწერთ ჩვენს არხს, გვიყურებთ, გვიწერთ კომენტარებს და გვაძლევთ სტიმულს, რომ შემოგთავაზოთ უფრო მეტი კარგი ავტომობილი ჩვენს არხზე. ესეც ერთ-ერთი მათგანია, რომ იცოდეთ. და კიდევ გეტყვით იმას, რომ ეს ავტომობილი ამ ძრავზე არავის არ გადაუღია და ექსკლუზივი ჩვენია, ჩვენო მეგობრებო და სხვათა შორის ძალიან ბევრი ექსკლუზივი გელოდებათ კიდევ წინ. როგორც გითხარით, ავტომობილი არის 2013 წლიანი და წარმოიდგინეთ ხალხო 2013 წელს რა მაგარი ვიზუალის ავტომობილებს ქმნიდნენ ავტომწარმოებლები და ნუ Mercedes-ე ხმას არ ვიღებ. რომ შეხედავთ, არის მართლა ძალიან დახვეწილი, ელეგანტური, სექსუალური და იტყვით რომ რავი ჩემი ოცნების მანქანაც არისო. წარმოიდგინეთ, არის 2013 წელი და ყავთ ეს ავტომობილი, ანუ ამაზე მეტი რა უნდა იოცნებო, მე არ ვიცი, 2025 წელსაც კი აქტუალურია ესელი. ნუ ზოგადად Mercedes-ის ისტორიაში, როგორც Geländewagen-ი, ისეა ალბათ ესელიც, რაღაცა თავისი ნიშა აქვს რა, არ ბერდება, მოდიდან არ გადადის. ამ სილამაზის შესადარი ჩემთვის პირადად ჯერ არ შეუქმნია და რაც მთავარია არის ის, რომ კუზაო არ იცვლება რა, სულ ერთი სტანდარტით მიდის, განვითარება აქვს, ლამაზია, დახვეწილია, ცხენის ძალებიც არის და არის, ანუ ყველაფერი გვაქვს ესელში, რაც გვჭირდება. უბრალოდ ძვირია და რატომღაც მიკვირს სულ GTS-ები და GTR-ები და GT-ები ხომ უფრო მეტია საქართველოში ვიდრე ესელები, ანუ ისინი უფრო ძვირია, მაგრამ რატომღაც ისინი უფრო მეტია. ესელს რატომ არ აფასებენ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მე პირადად მირჩევნია ესელი მყავდეს ვიდრე GT-S ან GT-R ან GT. ესელი ჩემთვის საკულტო მოდელია Mercedes-ის ისტორიაში. როგორც გითხარით, ავტომობილი არის SL63 AMG, რაც გულისხმობს იმას, რომ აღჭურვილია 5.5 ბიტრბო ძრავით. გამოიმუშავებს 527 ცხენის ძალას და აქვს 800 ნიუტონი, ნუ რავი, ძალიან მაგარი მაჩვენებელია ამ ავტომობილისთვის ეს ყველაფერი. 8 ცილინდრი გუგუნებს და სხვათა შორის ძალიან მაგარი რესურსის მქონე ძრავია, შეგიძლიათ ხელები აფათუროთ, კარგი ცხენებიც ამოიღოთ და სპორტკარია. ორკაციანი სპორტკარი ყავს, იდეალური. ვიზუალი, როგორ შეიძლება ადამიანს ეს ვიზუალი არ მოგეწონოს, უბრალოდ რომ შეხედავ, ცალკე პიროვნება, ვიზუალი ძრავს თუ არ გავითვალისწინებთ. ნუ ფარები ძალიან მომწონს, ელეგანტურია, სულ ვუბრუნდები თავის წყლოვანებას რა. იმ წელს ეს ფარები და ეს ვიზუალი, რავი, ამაზე მეტი რა უნდა ინატრო. ფარი ძალიან ლამაზია, განათებაც კარგად მოყვება, სხვათა შორის გეტყვით იმას, რომ ეს ყვითელი დამატებითი სექცია მხოლოდ მოყვება ამერიკულ ვერსიებს, ანუ ევროპულ ვერსიებში ეს სიყვითლე არ გვხვდება. გვაქვს წინა პარკინგები. ცხაურად საკმაოდ ნორმალური ზომის არის და მე თუ მკითხავთ, ამაზე დიდი არც არის საჭირო. ორად არის გაყოფილი ეს ყველაფერი და ესეც ძალიან ლამაზია. ნუ ქვედა დამატება და მაშუქი ესენი ძალიან მიყვარს, ყველა ავტომობილზე მიყვარს ეგ დეტალი. ნუ ცხვირი საოცრად დიდია. უზომოდ დიდი ცხვირის პატრონია ეს ავტომობილი. კარგი ის არის, რომ აქვს თავისი ფორმები. ერთხაზოვანი მთლიანობა არ არის ეს ავტომობილი, თავისი ფორმები აქვს, რაც უფრო მეტ სპორტულობას და ვიზუალ სილამაზეს მატებს ამ ავტომობილს. ესეც ძალიან მომწონს, ასევე ძრავის ხობზე დამატებული გვაქვს ეს საჰაეროები, ეს Mercedes-ს რავი ახასიათებს და ნუ როგორ არ გაგიმახვილოთ ყურადღება გასაღებზე. 2013 წელს კი მოსულა ეს გასაღები, ლამაზია, დახვეწილია, მაგრამ წარმოიდგინეთ ცოტა ახალი წლოვანების Mercedes-ი რომ იყიდოთ ესელი იგივე მოდელი თუნდაც იმასაც ზუსტად იგივე გასაღები აქვს. ეს არის ჩემი ყოფილი ავტომობილი, რამდენიმე წლის წინ გავყიდე, მაგრამ სანამ ჩემს მფლობელობაში იყო, მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს დისკები შემეცვალა. გეტყვით იმას, რომ ეს კონკრეტული მოდელი მოყვება მხოლოდ SL-ებს, ანუ ამისთვის შეიქმნა და ქართულად ზუსტად ესენი აგია ავტომობილზე, მაგრამ არ შევცვალე, ვინაიდან ძალიან ლამაზია და ძალიან უხდება, ანუ ამაზე უკეთეს ფიზიკურად ვერაფერს ვერ დავაყენებდი. ნუ სამხრიჭე სისტემა არის ნაცრისფერი და ესეც ძალიან უხდება. სარკეც საკმაოდ ნორმალური ზომის არის, ძალიან ლამაზი ნათებით. კარი საკმაოდ ლამაზი და დიდი კარია, ძალიან ლამაზია და სხვათა შორის მძიმეც. საქარემინა საკმაოდ ნორმალური ზომისა, ანუ როგორც სპორტკარებს შეესაბამება, ისეთი არც ძალიან დიდია და არც პატარა, გარედან თითქოს ცოტა მომცრო ზომის გვაჩვენება, მაგრამ შიგნიდან ეგ უკვე აღარ იგრძნობა. ჭერზე თუ გადავალთ, არის მთლიანად შუშა, გეტყვით იმას, რომ SL-ები მხოლოდ კაბრიოები გამოდის, უბრალოდ შეიცვალა ბოლო წლებში ის, რომ ტენტი დაემატა. ტენტი დაემატა კი არა, ტენტმა ჩაანაცვლა შუშა. რასაც არ მივესალმები და არ მომწონს გაუბრალოვა SL-ის დიდრულობა და ხასიათი. არა, ტენტი არა.
როგორ არ გაჩვენოთ ეს ღირსება არის იმატარებელიც არის ეს ავტომობილი. ძრავში უნდა ჩაგახედოთ. ძრავს როგორც უყურებთ არის ულამაზესი, აი ძალიან ლამაზი ძრავია მართლა. ასევე აქ დატანილი გვაქვს იმ ადამიანის სახელიც და გვარის ინიციალები, ვინც ეს ძრავი ააწყო. და Mercedes-ის ძალიან დიდი მინუსი რა არის? ჰაერის შემშვები კოფრები აი ესე წყდება, იშლება, რავი, აი ყველაფერი ემართება, რაც უნდა ემართებოდეს, რავი, ვერ გამოასწორეს ვერაფრით. გეტყვით კიდევ იმას, რომ არსებობს ორი ტიპის ძრავი. ჩვეულებრივი, როგორც არის ეს და ასევე არის პერფორმანს პაკეტის ძრავები. პერფორმანს პაკეტის ძრავი გამოიმუშავებს 585 ცხენის ძალას და როგორც გითხარით, ამას აქვს 527 ცხენის ძალა. ასევე იმ შემთხვევაში მოყვება აი ეს ძრავის ხუბზე დასაფარებელი კარბონის და სამუხრუჭე სისტემა გვაქვს წითელი. დანარჩენი ისეთი განსხვავება არაფერი არ არის. ძრავი მოკლედ ეს არის ამ ავტომობილში. დროა უკვე საბარგულით ვნახოთ ამ ავტომობილის. ნუ რეაქცია არ ჩვეულებრივი. რავი, საკმაოდ პატარა ზომის საბარგულია. აქაც გვაქვს მინი სათავსო, რაღაცების ჩაყრა მოკლედ შეგვიძლია. ეს სამწუხაროდ არ არის ავტომატური და მექანიკურად უნდა გადმოვწიოთ და ეს აუცილებელი ამბავია, იმიტომ რომ კაბრიოლეტით თუ გვინდა მგზავრობა, ბარგი უნდა მოთავსდეს ამის ქვევით. ანუ არ უნდა იყოს ძალიან დიდი ჩემოდნები. მაშინ ამას ვერ გადმოვწევთ და კაბრიოლეტი ვერ ჩაიკეცება. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ ეგ დეტალიც. თუ კაბრიოლეტით მგზავრობას არ ვაპირებთ, მაშინ შეგიძლიათ ცოტა დიდი ზომის ჩემოდნები მოათავსოთ საბარგულში. ღილაკით შეგვიძლია დავკეტოთ და ძალიან კომფორტულია ეს ყველაფერი. ესელი არის ავტომობილი, რომელსაც აი წინა მხარეც ისეთი ელეგანტური და დახვეწილი აქვს, როგორც უკანა მხარე, ანუ ორივე იდეალურია. ნუ თავისივე სპოილერი, რომელიც ბოლომდე მოყვება და ცუდი არ არის, ლამაზია, სხვანაირი სპოილერების არსებობს, მაგრამ ხარხუნად მოყვება ეს. მაყუთში რა თქმა უნდა თავის ადგილზეა საწავიდო და ამხელა ძრავის პატრონია. ასევე გვაქვს უკანა პარკინგები, ასევე გვაქვს ძალიან ლამაზი ორი წელი მყავდა ეს ავტომობილი და ფეხით თუ იღებოდა არ ვიცოდი. მოიცა უნდა დავტესტო ოღონდ თავიდან. იმედია არ მომიჩვენა. შანსი არ არის. ორი წელი მყავდა ზუსტად ორი წელი და ფეხით თუ იღებოდა არ ვიცოდი ხალხო. აწეიცოდეთ რომ Mercedes-ია და 2013 წელსაც კი აი რეებს აკეთებდა და რას ვამბობდი გადავიდეთ იმაზე. გვაქვს ძალიან ლამაზი დიფუზორი, სადაც დატანილია უკან სვლის მაშუქი, რომელიც ძალიან ლამაზად ინთება უკან სვლის დროს. ნუ სალონი თეთრი ფერის გვაქვს, თეთრის და შავის კომბინაცია, ძალიან ლამაზია, აი გიჟდები, მიყვარს ღია ფერის სალონები. კარი საკმაოდ ნორმალური, სტანდარტული. აქაც ორი ფერი გვაქვს, სავარძლების რეგულირება გვაქვს კარზე დატანილი და არა თვითონ სავარძელზე, ასევე დამახსოვრება, ფანჯრის წევი ჩაწევა და საკმაოდ დახვეწილი და ლამაზი კარის გამღები ბერკეტი. ასევე აი აქ გვაქვს სიპრიალე. იცით ჩემი დამოკიდებულება აი ამ პრიალა რაღაცების მიმართ, მაგრამ აქ იმდენად ლამაზია ეს ყველაფერი ფერში თვითონ, რომ უხდება კიდეც. კიდევ ერთი დეტალი, რაც ძალიან ლამაზია და მიყვარს ამ ავტომობილში, არის ღვედის დამჭერი. ანუ კაბრიოლეტებში ზოგადად ისეა, რომ ძალიან უკან გიწევს ხელის გადაწევა და ძალიან არაკომფორტულია, რომ აი ღვედი შეიკრა. აქ ეგ პრობლემა მოხსნილია და აი ძალიან ლამაზი და დახვეწილი მექანიზმია დაყენებული თვითონ სავარძელზე, რომ ღვედი დაიჭიროს. უბრალოდ 2013 წელს ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინათ, მართლა ვერ ხვდები, ნორმალური საჭია. სიჩქარეების მაჩვენებელი დაფაც საკმაოდ დახვეწილი და კარგია. ცოტა ზომაში მომცრო მეჩვენება, მაგრამ ბუნებრივია. კაბრიოლეტია და ორკაციანია, დანარჩენი გამოსახულებები არაჩვეულებრივი. გვაქვს სტარტ-სტოპის ღილაკი და ესეც მაგარია. აუდიო სისტემა კი მოყვება Bang & Olufsenis, რაც Harman Kardonზე ბევრად უფრო მაღლა მდგომი სისტემა არის. აი, მართლა ძალიან მაგარი ავტომობილია რა. აი, ამაზე მაგარი რა უნდა იყიდო, მე პირადად არ მესმის. რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ავტომობილებს რომ ყიდულობენ და ამხელად ხებს რომ იხდიან. იდეალური ვარიანტია ხალხო, ანუ რაში იხდით, ფულს ხომ უნდა იცოდეთ. მონიტორი საკმაოდ პატარა ზომის არის. აი, სადღაც აი ზუსტად რა, აი ტელეფონის ზომაა თითქმის.
ეს ჰაერის გრილები ძალიან მომწონს, აი მრგვალები მიყვარს რა, ბევრად უფრო სპორტული და ლამაზია. აქ ნუ მთლიანი მენიუ გვაქვს, რაც გვჭირდება. საკმაოდ პატარა ღილაკებია და კომპაქტური, ანუ ძალიან არ ყვირის. სათავსო გვაქვს აქაც. ესეც პატარა არის და აქედან ხდება ჭერის გადახდა და ჭერის დაკეცვა. ახლა გადავიდეთ აი ამ მონაკვეთზე და უცებ გეტყვით რა ხდება აქ. ეს სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი სხვათა შორის ძალიან მომწონს. ამ ეტაპზე მყავს ახალი ესელი, რომელსაც მოყვა საშინელი სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტი, ხალხო, აი ვერ აგიღწევთ. აი იცით როგორი იყო? ახლა უკვე აღარ აყენია. აი პატარა ბავშვს, პატარა ჭუჭუ რომ აქვს და ნორმალი სამოწონი რაღაც ეგეთი თემა იყო რა, საზიზღრობა იყო. ეს ძალიან ლამაზია. ასევე გვაქვს მოცურების გათიშვა მთლიანად და ნახევრად, რომელიც ცოტათი მაინც გვეხმარება, მაგრამ შეგვიძლია სრულად გავთიშოთ. ასევე გვაქვს ამორტიზატორების გახისტება და გვაქვს მესამე ღილაკის, რასაც AMG აწერია, რომელსაც მონიტორზე გამოაქვს უშუალოდ მენიუ, რისი კეთება გვინდა. და სათავსო, ძალიან პატარა სათავსო, იმდენად პატარა არის, რომ 120 ძალიან სულ სალფეთქს ვერ ჩადებ რა, 72-იანი უნდა იყოს უეჭველი. სავარძლები Mercedes არ უჭერს. ნამდვილად კარგ სავარძლებს აკეთებენ და ამ შემთხვევაშიც მშვენიერი სავარძლების შემოგთავაზა. გვერდიდან დამატებული აი ეს ეგრეთ წოდებული ფრთები ძალიან მაგარ ფუნქციას ასრულებს სიჩქარის დროს, თავისით მოძრაობს და ანუ ხელს გიწყობს რომ ერთ პოზიციაში იყო და არ იმოძრაო. ასევე გვაქვს თბილი დაბერვის ჩაშენება, რომელიც თმას გვიშრობს, განაცვალე ეგრე კი არ არის და გვაქვს ელექტრო წინ გამწევი ფუნქცია. თუ რამე ჩაგივარდებათ უკან, ელექტრო სავარძელი გვაქვს და ნუ გამოიღებთ ძალიან ესე კომფორტულად. 8 ცილინდრის გუგუნიც აუცილებლად უნდა მოგასმენინოთ. როგორც უკვე ვიდეოს დასაწყისში გითხარით, ესელები მხოლოდ კაბრიოლეტები გამოდის და ვნახოთ ერთი კაბრიოლეტზე რა ვიზუალის არის ჩვენი მანქანა. ეს ავტომობილი ალბათ ყველა ავტომოყვარულის ერთ-ერთი ოცნება არის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი ავტომობილი. აი საჭეს ესე გრძნობ, თითქოს საუკუნე ამ ავტომობილს მართავ. აი ყველანაირად გამორჩეულია. გზაზე რომ დადიხარ, აი ყველა გიყურებს შენ. თითქოს ფერარით მოძრაობ რა. დაბალი არის საკმაოდ. გეტყვით იმას, რომ დაკიდების სისტემა ABC-ზეა, რაც გულისხმობს იმას, რომ აი თუ სადმე უსწორმასწორო გზაზე მოხვდებით, შეგიძლიათ პასად კალბრჭყალებში ცოტათი ასწიოთ და არეგულიროთ, ანუ ხელს გიწყობთ იმაში, რომ არაფერს მოედოთ ან გააფუჭოთ რაიმე. ხისტი არის ნამდვილად, აი ვერ ვიტყვი რომ რაღაც რბილი მანქანა არის, აი S-კლასს ვერ შევადრი ნამდვილად, თუმცა არც უნდა გქონდეთ რაღაცა ან ძით სირბილეზე პრეტენზია, იმიტომ რომ სპორტკარია. ამხელა ძრავია, კუპეა და თავისი სიხისტე რა თქმა უნდა აქვს. სპორტკარების თავარი მუღამიც ეგ არის, რომ ავტომობილი ხისტი იყოს, იგრძნობოდეს, მართვადი იყოს. მე ძალიან მომწონს. გეტყვით წვაზეც ქალაქში წვავს სადღაც 15 ლიტრიდან ზევით. ხოლო თუ ტრასაზე მოგვიწევს მოძრაობა 9-12-ზეც ჩამოდის რა. გაზაობის დროს დამიჯერეთ მიფრინავს ასტრალში ეგ წვა და რას იზავთ ამ ძრავის ავტომობილს რომ ყიდულობ, წვას დიდად არც უნდა უყურებდე. ფასრად შეეხება მერყევს სადღაც 40-დან 50,000-ის ფარგლებში, ნუ გააჩნია გარბეს მდგომარეობას ავტომობილისას. და წარმოიდგინეთ, აი 2013-იანი მანქანა არის და 50,000 რომ იხდი. მაგრამ არ გენანება, იმიტომ რომ იცი რომ ღირებულია ეს ავტომობილი და ფასი არ დაუვარდება. უმაგრესი მანქანა არის მართლა ხალხო, ვისაც ყიდვა უნდა და ფიქრობს იყიდოს თუ არა, აი ამაზე კარგი შენაძენი მართლა არაფერი არ არის. ჯერ მარტო იმიტომ რომ იშვიათია. აი, უიშვიათესი მოვლენა არის, ესელი ყავდეს 5 და 5 დღემდე საქართველოში ერთადერთი დადის ამ ძრავზე. მე გავყიდე სადღაც 3 წლის წინ ეს ავტომობილი 2 წელი მყავდა. იმ პერიოდიდან მოყოლებულ დღემდე ერთადერთი, ანუ ჯერ არ ჩამოსულა ამ ძრავის ავტომობილი საქართველოში. რა მეტი რა გინდათ? გეყოლებათ ექსკლუზიური მანქანა. ყველაფერთან ერთად მექანიზმი აქვს ძალიან გამართული. საუბარია კაბრიოს მექანიზმებზე.
ძალიან მალე იხდება, ძალიან მალე იხურება, აი თვითონ ჭერიც არის ალკანტარა და აი ურბილესია. ნუ საათები ყველა Mercedes-ში არის ასე თუ ისე, აქაც გვხვდება მრგვალი და ულამაზოა თქო არა, მაგრამ თვალი მიუჩვეველია, უпростоრად გადაეჩვია და უცხოდ მხვდება რა. ერთადერთი ეგ არის. აი თუ საცობში გიწევს დგომა, ხმა რამდენადაც გიყვარს, იმდენად გაბეზრებს თავს რა. აი ძალიან დიდი ხმა აქვს, აი გრუხუნებს, აი გეხვეწება რომ გამომიშვი, სადმე ჩააჭირე რომ ამოვისუნთქო, მაგრამ რა ვიცი თბილისში სად ჩააჭერ, დრაგზე უნდა წახვიდე რა ამ ავტომობილით, ან წეროვანის ტრასაზე წამოდავდგეთ, ძმას თემებია რა. მეტი ვერ ჩააჭერ ვერცად ფიზიკურად. ცხვირი აქვს, როგორც გითხარით, ძალიან დიდი. აი საქარე მინდა რომ გახედოთ, მართლა არაფერი არ ჩანს. მე პირადად ვუყურებ საჭის აი ამ ნაწილს. ამით ვაკონტროლებ გზასაც. მუსტანგი მყავდა და იმასაც არანაკლები აქვს. ახლაც მყავს ესელი ახალი კუზა ოღონდ და მიჩვეული ვარ ასე თუ ისე, მაგრამ მიუჩვეული ადამიანისთვის ცოტა რთული ამბავია. ეს ყველაფერი. სამუხრუჭე სისტემაც ძალიან კარგი აქვს, ანუ კარგად გრძნობ რა, შენს ფეხს მოჰყვება. ერთადერთი მინუსი, რაც აქვს არის რომ არის მხოლოდ ორ კაციანი, ანუ ფიზიკურად ვერ დასვამ ორ კაცზე მეც, ანუ საოჯახო მანქანად არ გამოდგება, ეს არის ავტომობილი, რომელსაც იყოლიებ, გარაჟში დააყენებ და აი შუაღამისას გამოხვალ და ტრასაზე დაადუღებ საბურავებს რა. ოღონდ პარალელურად სხვა მანქანა უნდა გყავდეს. ეგოისტი კაცის ავტომობილია, აი მხოლოდ თავისი თავი რომ უყვარს და მანქანა რა, აი ზუსტად. ჩემთვის არის ეს მანქანა შემქმნელი.